2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია, საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო 22 ივნისის 10 საათიდან. აუცილებელი არის გამოსაცდელებმა გაითვალისწინონ, რომ პირადობის დამადასტურებულ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებისა დაშვების აუცილებელი პირობაა. დეტალს უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი გვეტყვის. მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. გადაცემის დასაწყისში ვახსენე, რომ აბიტურიენტებისთვის და მათი ოჯახისთვის დაძაბული კვირა დაიწყო, თქო და თქვენთვისაც ძალიან ნაკლებ დაძაბული კვირა არის. პირველ რიგში მინდა კითხოთ სტატისტიკაზე. წელს რამდენ აბიტურიენტს ელოდებით? წელს რეგისტრირებული ყავს 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი. საკმაოდ დიდი რიცხვი არის წელს რეგისტრირებული წინა წლებისგან განსხვავებით. წინა წელთან შედარებით გაზრდილია, ხო? დიახ, გაზრდილია. აი რაიმე სიახლე ხომ არ არის ისეთი ამ საგამოცდო წელიწადში, რაც მაგალითად შარშან არ ყოფილა და წელს დაინერგა ეს სიახლე. დიახ, წელს ცვლილებებით შევხვდით აბიტურიენტებს. მთავარი სიახლე და ცვლილება მათთვის იყო ის, რომ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე მათი სწავლა სრულად ფინანსდება წელს უკვე სახელმწიფოს მიერ. ასევე ფინანსდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. შესაბამისად, აი ამ გაზრდილ რიცხოვნობას რეგისტრირებული პირებისა იქნებიან ეს აბიტურიენტები თუ იქნებიან სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრირებული პირები, სადაც ასევე 10,000 გადააჭარბა მათმა რიცხვმა. ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ ეს სიახლე გვაქვს წელს მათთვის სწავლის დაფინანსების ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან კარგი. საგამოცდო ბარათებზე უნდა გკითხოთ ეს ამობეჭდვის პროცესი დაწყებული, აი ამის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ და რა დოკუმენტები უნდა იქონიო ზოგადად ალბათ, ხო? საგამოცდო ბარათები, როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, შესაძლებელი იყო აბიტურიენტებისთვის 2022 ივნისიდან რომ დაეწყოთ ამობეჭდვა, თუმცა ამობეჭდვა მათ ეხლა შეუძლიათ, რა თქმა უნდა და გამოცდის წინა დღესაც შეუძლიათ ამობეჭდონ. აუცილებელი არ იყო მაინც და მაინც 22 ივნისს ამობეჭდილიყო, იმიტომ რომ აბიტურიენტებთა თითქმის ნახევარზე მეტმა სწორედ 22-ში ამობეჭდა საგამოცდო ბარათი, რაც ძალიან კარგია, რადგან ამან გვაჩვენა ის, რომ აბიტურიენტებმა ძალიან კარგად იციან საგამოცდო ბარათის მნიშვნელობა და როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის ის აუცილებელი დოკუმენტები, რაც აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა იქონიოს იმისათვის, რომ გამოცდაზე ყოველ წელიწადს ამას ვიმეორებთ, მაგრამ მაინც ხდება ისეთი ფაქტები, რომ ბავშვებს რჩებათ პირადობები და ვეღარ შედიან გამოცდებზე, ამიტომ მე მგონი იკლებს ხო მსგავსი ფაქტები. ყურადღებით იყავ მთელი წელი ემზადებით და ეგ არ დაგრჩეთ რა შეიძლება. ქალბატონ თამარ, აქ ვეკითხავთ აუცილებლად რა შემთხვევაში არ სწორდება ნაშრომი და აუცილებელი წესები რა არის, რაც უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა. აბიტურიენტებს რა თქმა უნდა საგამოცდო პროცესის დაწყებისას გააცნობენ კიდევ ერთხელ დაუშვათ იმ წესებს და პროცედურებს, რაც მათ გამოცდაზე უნდა დაიცვან და მთავარი რაცაც მათ ყურადღება უნდა მიაქციონ არის ის, რომ ნაშრომი არ სწორდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული არის ის პასუხების ფურცელი, რაზეც მას უწევს დავალებების შესრულება, ან დაზიანებული არის შტრიხ-კოდი, ან დაუშვათ პასუხების ფურცელზე მისი სახელი და გვარი არის დატანილი, ან ნებისმიერი ის, რაც აბიტურიენტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ან გაკეთებული არის რაიმე გრაფიკული გამოსახულება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ტესტურ დავალებასთან. ამიტომ აბიტურიენტებმა იციან, რომ მათი ნაშრომები კონფიდენციალურია, მათი იდენტიფიცირება ჩემს მიერაც კი შეუძლებელია, რადგან აბიტურიენტს იქ სახელის და გვარის ნაცვლად შესაბამისი შტრიხ-კოდი ენიჭება, ამიტომ იქ დაიტანონ რაიმე ისეთი აღმნიშვნელი, რაც ამომავლად მოგცემს მისი იდენტიფიცირების საშუალებას, დაუშვებელი არის და ამიტომ მსგავსი ნაშრომები არ გასწორდება. და საგამოცდო პროცესი, აი თვითონ რა ფორმატში ჩატარდება, ესეც რომ ვთქვათ, საინტერესოა. დიახ, საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს ნახევრად წერილობითი ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტებს მათთვის განკუთვნილ პერსონალურ კომპიუტერებზე დახვდება ტესტური დავალებები ელექტრონული ფორმით, თუმცა ტესტური დავალებების პასუხები უნდა გადაიტანონ მათ სპეციალურად საამისოდ განკუთვნილ პასუხების ფურცელზე
გადაიტანონ ან დაუშვათ ღია დავალებების შემთხვევაში დაწერონ ეს დავალებები თავისი ხელით. აბიტურიენტებს ასევე საგამოცდო მაგიდაზე დახვდებათ შავი პასუხებისთვის განკუთვნილი ფურცელი, მათ შეუძლიათ ჯერ იმ ფურცლებზე იმუშაონ და შემდგომში უკვე დავალება გადაიტანონ პასუხების ფურცელზე. ამ ორი დოკუმენტიდან რა თქმა უნდა სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და არა შავი ნამუშევრებისთვის განკუთვნილი. გაბატონ თამარ, ბოლოს მინდა კითხოთ აი ამ პროგრამებზე, საგამოცდო პროგრამებში ცვლილებების შეტანა როდემდე შეუძლიათ, ესეც რო გითხრათ. პრიორიტეტებს გულისხმობ პროგრამების პრიორიტეტების გადანაცვლება აბიტურიენტებს შეუძლიათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგაც, შეუძლიათ ეხლაც ნებისმიერ დროს და ბოლო ვადა ასე ვთქვათ მათთვის საგამოთმო პროგრამების ცვლილების იქნება ეს დამატება, იქნება წაშლა თუ დაუშვათ მათი პრიორიტეტულობის გადანაცვლება შეუძლიათ განახორციელონ მას შემდეგ რაც გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები და აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო სამუშაო დღის 6 საათამდე. ეს არის ხოლმე დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვები რომ გაითვალისწინონ, ამიტომ აი ამ პერიოდის მას შემდეგ რაც გამოცდებს ჩააბარებენ, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა რომ თვალი მიადევნოს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ კონკურსს და კონკურსის შესაბამისად შეუძლია შერჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა გადაანაცვლოს მისი შეხედულებისაგან. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს და წარმატებები რა თქმა უნდა აბიტურიენტებს.